ასპინძაში ფალიაშვილისა და სხვა მომიჯნავე ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. მერია 1,495,892 ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით პროექტი დაახლოებით 7 კილომეტრ შიდა გზის რეაბილიტაციას მოიცავს. ამავე დოკუმენტის მიხედვით პროექტი მოიცავს საყრდენი კედლებისა და მილხიდების მოწყობას, საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე არხების გაკეთებას, ეზოებში შესასვლელებსა და გზებთან მიერთებების მოწესრიგებას, ახალი გზის საფარის დაგებას, ასევე საგზაო ნიშნების განთავსებას და გზის მონიშვნას. ტენდერში წინადადებების მიღება 22-27 ივლისს იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. 121 პირი დააკავეს ნარკოდანაშაულისთვის, მათგან 59 შსს ვერსიით ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე უწყების ცნობით, ჩხრეკის დროს ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახით ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიება რამოდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 2026 წლის პირველ 6 თვეში სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერისა და თევზჭერის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 291 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 131 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჯამში ამოღებულია 268 კილოგრამზე მეტი უკანონოდ მოპოვებული თევზი. ყველაზე მეტი 66 ფაქტი დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. 46 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა თიანეთში, 40 სამეგრელო ზემო სვანეთში, 37 კახეთში, 22 ქვემო ქართლში, 18 აჭარასა და გურიის რეგიონებში, 5 შიდა ქართლში და 4 სამცხე-ჯავახეთში. საბაჟო გამშვებთ პუნქტ ნინოწმინდაზე კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას მალულად განთავსებული პნევმატური იარაღი 1 მჭიდი და 31 საბრძოლი ვაზნა აღმოაჩინეს. დაიწყო თუ არა გამოძიება, რომელი მუხლით მიმდინარეობს საქმე და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები. ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ჩვენი რედაქცია უწყებიდან ელოდება. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ბორჯომელმა ძლეოსნებმა საქართველოს ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას ბორჯომის სასპორტო სკოლა ავრცელებს. საქართველოს ჩემპიონები შუბის ტყორცნაში ნიკოლოზ გელაშვილი და გვანცა გოგოლაძე გახდნენ. ანდრია მაისურაძემ 200 მეტრზე მეორე, ხოლო 400 მეტრზე მესამე ადგილი დაიკავა. თეკლა ღონღაძემ კი 100 მეტრზე რბენაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძლეოსნობაში 10-12 ივლისს თბილისში გაიმართა.